დღეს კვირა დღეა და მე დასვენება მაქვს. დღეს მე გვიან გავიღვიძე. შაბათ-კვირას მე ყოველთვის ვალაგებ სახლს. მივდივარ საყიდლებზე და ვამზადებ საჭმელს. დღეს მე თავს არ ვგრძნობ კარგად და მთელი დღე სახლში გავატარე. ამ კვირაში ბევრი საქმე მქონდა და ცოტა დაღლილი ვარ. ასეთ დღეს მე ვისვენებ სახლში, ვკითხულობ წიგნს ან ვუყურებ სერიალს. დღეს მე გვიან ვჭამე საუზმე, შემდეგ მოვამზადე ცხელი შოკოლადი და ვუყურე კორეულ სერიალს. მე ძალიან მიყვარს კორეული სერიალები და ამ ბოლო დროს ხშირად ვუყურებ. მე ასევე წავიკითხე წიგნი. შუადღეს მე რამდენიმე საათი დავიძინე. ჩემი ძაღლი მაქსიც ამოვიდა საწოლში და ჩემთან ერთად დაიძინა. საღამოს მე ვჭამე ბოსტნეულის პიცა. პიცა ძალიან გემრიელი იყო. დღეს მე კარგად დავისვენე. თქვენ როგორ ატარებთ დღეს, როცა თავს კარგად ვერ გრძნობთ? სახლში ისვენებთ თუ სადმე მიდიხართ? დღეს კვირა დღეა და მე დასვენება მაქვს. დღეს მე გვიან გავიღვიძე. შაბათ-კვირას მე ყოველთვის ვალაგებ სახლს, მივდივარ საყიდლებზე და ვამზადებ საჭმელს. დღეს მე თავს არ ვგრძნობ კარგად და მთელი დღე სახლში გავატარე. ამ კვირაში ბევრი საქმე მქონდა და ცოტა დაღლილი ვარ. ასეთ დღეს მე ვისვენებ სახლში, ვკითხულობ წიგნს ან ვუყურებ სერიალს. დღეს მე გვიან ვჭამე საუზმე, შემდეგ მოვამზადე ცხელი შოკოლადი და ვუყურე კორეულ სერიალს. მე ძალიან მიყვარს კორეული სერიალები და ამ ბოლო დროს ხშირად ვუყურებ. მე ასევე წავიკითხე წიგნი. შუადღეს მე რამდენიმე საათი დავიძინე. ჩემი ძაღლი მაქსიც ამოვიდა საწოლში და ჩემთან ერთად დაიძინა. საღამოს მე ვჭამე ბოსტნეულის პიცა. პიცა ძალიან გემრიელი იყო. დღეს მე კარგად დავისვენე. თქვენ როგორ ატარებთ დღეს, როცა თავს კარგად ვერ გრძნობთ? სახლში ისვენებთ თუ სადმე მიდიხართ?